მოგესალმებით, ჩემო თბილო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ ჩვენს საბავშვო გადაცემას სტუმრად მაჟორში. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჩვენი სტუდიის უსაყვარლესი წევრი ივანე არსენაშვილი. ივანე, სალამი. ხოჭო, როგორ ახარ? კარგად ხარ? თქვენ? მეც კარგად, მადლობა. მოგვიყევი რა ხდება სკოლაში? მას სკოლაში ვიტყვი, რომ კარგად სწავლობ და მიხარია ხელოვნება როცა გვაქვს, იმიტომ რომ მიყვარს ხელოვნებას მას. მაგრამ ხატოფხმია და გამონწოსვას და რომელ კლასში ხარ? და მუსიკა. ყველაზე მეტად. რომელ კლასში ხარ გქონი? რაღაცა მესამეში. მესამეში. საყვარელი საგანი? მათემატიკა, ქართული და მუსიკა. მუსიკა. სკოლის მუსიკას გიყვარს ეს? ხო, სკოლის მუსიკას მოყვარს ეს. გამღერებენ? მას ხო, რაც სიმღერას ვიცი, მაგარია მას. თუ აუნები, მაგრამ თუ ჩემი მეგობარი მთხოვს ელინე, რომ ისა გთხოვე იმღერო და ვღერი ვარ. შეიძლება მოსწონს, ხო, შენს მეგობარს? ჩემი მეგობარს მოსწონს, ჩემი მეგობარი. შესვენებაზე კიდე გასაკეთებთ. შესვენებაზე. ხო, შესვენებაზე გარეთ ავდივართ. მე ხან კლასში ვარ და რაღაცა ნაჭრაბიანი მერეული ვარ და იმაში რაღაცებს ხატავდი რა და აი ასეა. კარგი. სკოლის შემდეგ რით ხარ დაკავებული? სკოლის შემდეგ ჯერ მეცადინეობით, მერე მუსიკით, აი აქ. მერე ცურვა. სპორტზე თუ დადიხარ? სპორტზე ცურვა. და ეს რა ქვია, შევიდე ფეხბურთზე. და გიყვარს ფეხბურთი, ხო? მაგრამ. გუშინ დილას ავდექი და 1 საათი ვითამაშე. მარტო? მარტო. ოჩა. შენ ის მითხარი, ვინ გირჩია სიმღერაზე შემოსვლა? ვინ გითხრა? ივანე სიმღერაზე შედიო თუ შენ დაგიჩნდა სურვილი? მე გამიჩნდა სურვილი, იმიტომ რომ ძალიან კარგად მღეროდი სიმღერებს და ძალიან ისა უსმენდი და ტელევიზორიდან მუსიკებს და პირდაპირ მიმახსოვრები და ასე ვიცოდი სიმღერები რა და მე დედაჩემმა გადაწყვიტა რომ შემოსულიყავი აი სტუდია მაჟორში. და როგორ გაწყობით მოხვედი? ახლა გადმოვიდეთ აქეთ. ანუ რა იფიქრე პირველ რიგში მოხვედი, ხო? ის ვიფიქრე რომ ისა პირველ რიგში მომცემდნენ ფანდურს რა, ეს ვიჩვენე, მაგრამ პირველი ჯერ სიმღერები იყო, მერე ფანდურის დაკვრა და მერე ისა ფანდურის დაკვრა და სიმღერა. მოგეწონა. მაგრამ შენ ჭამა გიყვარს, ხო, კარგად? მაგრამ ბევრს არჭამ. ბევრს არჭამ. ცოტა სჭამ. ცოტაია. შენი საყვარელი საჭმელი რა არის? ხინკალი. ნენ წავს ჭამ. ეს ჭამაზე. ფიჯამაზე უთხსელ ხინკალს ჭამ. არ ყოფილა ცოტა შენთვის 4 წელი ხინკალი. მას მინდო ჭამ ხინკალს რომ აი ხალხური საჭმელი არის და ლობიანს ჭამინდეს. ლობიანიც გიყვარს. გრძელობიანს ჭამ ურცალს რა. შენ ის ვითხარი, ჯერ შენ მაჟორში კონცერტი გქონდა? მაჟორში? ხო. მაჟორში კონცერტი არ გქონდა და ემზადები საკონცერტო. ემზადები საკონცერტო, რა ქვია იმას, სიმღერას რა ქვია? შოკოლადის წვიმისთვის ემზადები. ხო, ტელევიზორში რომ გამოხვიდე და იმღერო. მამაჩემს უხარია. უხარა, რა თქმა უნდა. დედაჩემს უხარია, სულ ტელევიზორში არის, ეხლა გამო. შენ როგორ იფიქრობ? შეგეშინდება? ასე ჩემი აზრით არა. მაგრამ შეიძლება შემიშინდეს მას ასე აღარაფერი რა. ხო, არ შეგეშინდება რა თქმა უნდა, ხო? შენ თუ იცი რა უნდა გამოხვიდე? მეცნიერი მას. მეცნიერი? ჩემთანაირად მას. ჩემი და არის მეცნიერი, ბევრ რაღაცას მასწავლის და ის ყველაფერი მას გამახსოვრებული. ვაი, მე შოქში ვარ. ოჩაღი ოლეგა, მაგარი ბიჭი ხარ. თან სიმღერა, თან ცურვა, თან მეცნიერი, მოკლედ რა ვიცი. მეტი ყოველ საღამოს ურეკავ ჩემდას და არ ურეკავ ხშირად, არ ურეკავ, მირეკავს ხოლმე, მაგრამ ესა ხან მიხსნის რაღაცებს, ხან რაღაცებს მიგზავნის რა. ხო. ან ჩემთან რომ მოდის რაღაცებს რა მომიტას და ლეგოები მოგდა მე ვაწყობ. ერთხელ მანქანის ლეგო მომიტანა 3 ცალი. ერთი რომელიც ასე რაღაც ასე სათქაბუნო ირთვება რა, მაგრამ ვაწყობ მთლიანად და ეგ. ოჩახ, ესე იგი ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ შენ ძალიან. და მეცნიერი გამოხვალ. დიახაც. შენ ეს ვითხარი საუკეთესო მეგობარზე რას მეტყვი? მას ორი საუკეთესო მეგობარი ყავს, დანარჩენი ყველა მომწონს. ლაზარე
სკოლაში და გაბრიელი. შენი საუკეთესო მეგობრები არიან. ხო, მას და რატო? ლაზარე ეს ჩემი მეგობარი რაღაცა აწყენინო თუ არა რაღაცა ეს ფეხი მოგიხდეს არა რამე ყველაფერს კვატიოს. აი არაფერზე არ გითხრათ კარგი მაშინ მეგობარი აღარ ვარ, მაშინ მეგობარი აღარ ვარ. ყველაზე მაგარი მეგობარია და გაბრიელი სულ მირეკავს როცა ეზოში გადის, ხო და გავდივარ მასთან ერთად ფეხბურთის მოგწონს. დიახ. ცხოველები თუ გიყვარს? ცხოველები და მიყვარს ძაღლი და კატა. ყავს რომელიმე? მას არა, მაგრამ ერთი პატარა ჩხირულა მყავს, მაგაზე ჩხირებისავით გამოიყურება, არც იკვინება, არც მავნებელი არ არის, ხალხი შეიძლება და ერთხელ თავზე დავუსვა და გადმოვიყვება და ფეხი მომწყდა. ვაიმე, მერე და მეწოდება სული ასე კონტეინერში უნდა ჩასვლა თუ არა ცურცრავან. თუ გიყვარს ფრინველები? ფრინველებიდან არწივი. არწივი. მას მინდა რომ ყავდეს და კიდევ მიყვარს გველი. ვიღაცას ყავდა გველი და მაგრამ უმეწონა. შენ ძალიან უცნაური ბიჭი ყოფილიყარ. მეცნიერი გინდა გამოგვიდე, გველი გიყვარს, არწივი გინდა გყავდეს. კობრა. რომელიც ხამიანია. და ადამიანისთვის მავნებელი. შენ მოგზაურობა თუ გიყვარს? მაგრამ საწახი დოდი. ერთი დღე როგორ გიშვათ? თელ სამყაროს მოვივლიდე. იმიტომ რომ აი თელ საქართველოს, იმიტომ რომ სიამაზი არის საქართველოში ძალიან და მიყვარს რა. მაშინ ჯენ ერთი კაი ხანი გდომები ერთი დღე ვერ მოასწრე მამამ ბავშვს. მოასწრებ მას. ერთ დღეში მოასწრე? თვითონავის გინდა ალბათ გადაფრინდე პროგრამა, ხო? მას არა, თვითონავი რა ხომ? კოსმოსური ხომალდი. ვაიმე, კოსმოსური ხომალდი. მას მიყვარს მეცნიერი რომ უნდა გამოვიდე ხა. ნუ ხო, რა თქმა უნდა, ხა ბოდიში უცებ მაგდენი ვერ მოფრინდება კოსმოსური ხომალდი და შეიძლებოდა ეს ყველაფერი. შენ თუ წარმოგიდგენია შენი თავი 5 წლის შემდეგ, როგორი იქნება იოანი? მას დიდი, საკმაოდ დიდი. და საკმაოდ ჭკვიანი. ჭკვიანი. მას იმიტომ რომ ბევრ რამეს იმღერებს 5 წლის შემდეგაც იოანი, იმღერებს? კი, აბა რა. მას ჩემდა ძალიან მოწონს სიმღერები მე რომ მღერი ვარ მას. ხო, შენ ძალიან კარგად უსმენს. ხო და მე როცა მღერი ვარ ესე სიხარულით მისმენს რომ გავგიჟდება. 5 წლის შემდეგ წარმოიდგინე როგორ იმღერებს შენ. ძალიან მაგრა და ძალიან მაგრა ვისაური. კი, აუცილებლად. კი. გადასწავლა მაჟორმა სიმღერის გარდა. სიმღერის გარდა? ხო, ანუ რა სწავლა? აი მეგობრობა და ფაგურს დაგვა. კი, კარგი ბიჭი ხარ, კარგი. შენ ის მითხარი, ეხლა რას ეტყოდი ბავშვებს, რომლებიც გვიყურებს, ჩვენს გადაცემას ვინც უყურებს? მას ეტყოდი რომ ყველა ბავშვმა უყუროს. ყველა ბავშვმა უყუროს. ყველა თქვენმა მეგობრებმა და და ესა დებმა, ძმებმა, მამიკოებმა და ცოტა. და რას ეტყოდი აი ამ მასწავლებლებს? ძალიან მიყვარს. მეც მიყვარ ხარ ძალიან. ახლა ჩვენს გადაცემაში აი ამის დროა. შევთხოვითობის პრინციპით უნდა ამოვიტანოთ 3 კითხვა. 3 კითხვა? 3. ხო და მას მე ამოვიხე. შენ ამოიხე. კი ბატონო, შენ რომელიც გინდა ის ამოიხე. 3 ერთად? არა, ჯერ ერთი. უდამ წავიკითხავ. გამოსახო. გაო? ასე მეტიცხელი. ყველაფრის ყიდვა რომ შეგეძლოსო, რას იყიდიო? ყველაფრის ყიდვა რომ შემეძლოს, მაგაც კერი ალა ფანდოსები. ვაუ, ოჩახ. პირველი კითხვა კარგი იყო. კარგი იყო პირველი კითხვა. ახლა მეორე კითხვის დროა. დიახ. აბიაბა. რა გიყვარს შენ ცხოვრებაში? სიმღერა და მეცნიერება. სიმღერა ყველაზე მეტად და მეცნიერებაც კი ყველაზე ვაიმე, გავგიჟდები. და მესამე. ოლო, იმედია კარგი. აუცილებლად. ჩემოსათეთ ბოლოში და დიდი კი ამოიტანე, ბუბუ. მუდიც
მე შენს ხასიათში და თვისებებში ორი რამე არ მომწონს. შენი აზრით რა არის ეს? ანუ შენ ჩემზე ამბობ. მას მე ვიტყვი, აი არაფერი. არაფერი, ყველაფერი მომწონს? ყველაფერი მომწონს. სასაყვარელია. მაინც ძალიან დიდი მადლობა, რომ ფერისტოპაკი იყავი დღეს. ჩვენს გადაცემაში მუსიკალური ნომრის დროა დაგიტოვებთ იოანე არსენაშვილს. გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ჩვენი სტუმარი იყო დღევანდელი უსაყვარლესი იოანე არსენაშვილი. თქვენ კიდევ დაელოდოთ ჩვენს მომავალ სტუმარს, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მომავალ შეხვედრამდე. კარგად.